ალო, ხონიკი. რა შევი? რა ვიცი. შენ არ გილაპარაკია ვაფშე მიშეს და? ჯერ არ მინახავს ოღონდ აღარ მილაპარაკია. მე და მირეკა კაცო თვითონ აბა მითხარი რა ხდებაო და რატო ეგეთი ფული მდგომარეობაო და ველაპარაკ ამეულობენ ძალიან უნდათ. როგორც საშუალო მეცემა ეგ აკეთდება რა. აი ცოტა ხანს მოიწმენ რაღაცა გადაწყვეტ. მიდი რა გახოცები. მე არც ამასთან არ შემიძლია და არც იმასთან და შენ დაგელაპარაკები ხოლმე. რამე რაირად ქენი რა, просто მართლა შენი გასაკეთებელია ხა. ო ეს ალოდი და ის მეურობს უცებსობია ეს ამას ჯერჯერობით მაინც არც იმაშობია. ხო, ალოდის. თუ მიშენ თქვა რომ წოც ფანდრაიზინგზე მუშაობ. თუ ეგრეა, მაშინ მოწეს მოვიგებ დეფინიტლი. სამ დიდ ფასის გადახდა მოწესრიგებს. და რა პულზე ვლაპარაკობს, რა კარგი რა $3 მილიონი ვაფშე სალაპარაკოც არ უნდა იყოს, დედამოთ. არა, ნუ ჩვენ გვინდა ფინანსირებული ფანდრაიზინგი რა. მაგაზე ბევრად უფრო მეტი ფასის სამუშაოში ასულა ისა შემთხვევით რეიცები. ხო, გასაგებია ეს. ხო და ნუ მე არაფერს არ ვითხოვ ზურა, სწორად გამიგე რა, просто მინდა რომ ეს გამოვიდეს რა და დამეხმაროთ. ვითით შეგიძლიათ და ეს მგონია რომ მაინორი შუ არის რა, არ მგონია რომ ისეთი ჰევი რაღაცას ვითხოვ ეხლა რომ შეუძლებელია რა, მგონია რომ მაინორი შუ არის, როცა პრეტენზია გაქვს რომ ქვეყანაში რაღაცას წარმოადგენდება ახლა. მესმის ეგ ყველაფერი, რაღაცა იმოდა რა ვთქვათ, ხო? ამისი ანასე. შენ აქ უნდა ჩამოხვიდე რა. ჩამოვივლი მან, просто ყარამანიშვილთან ლაპარაკის თავი მე არა მაქვს რა, ეგაც ყლეა, ავად ყოფილი და დედამოთხი. არა რა. ეგ აბსოლუტურად ეხლა რაღაც ლაპარაკო. მე მგონი ის არის ზურა, მომის მინდა კარგად. იმასთან ვარტოვაში გასაგები. არა, უადგილო რატო არის? პრობლემები და შენი პრობლემები არ არის რა, შენი ყოველს პრობლემები აჭირს.